რადგან თვლი რომ რაღაც დღევანდელ რეალობაში ძალიან აქტუალური გახდა მთელი საინფორმაციო ომის ფონზე, რასაც ჯერჯერობით უკრაინისა და რუსეთის კონფლიქტში ვადევნებთ თვალს, თუმცა ჩვენთვისაც ეს არ არის უცხო ხილი და იგივე გამოვიარეთ. ჩვენ ხედავთ რაც ხდება საინფორმაციო არხებზე, რომელსაც პირდაპირ სამხედრო ძალის გაგრძელების ფუნქცია აქვს დღეს რუსეთში. და მე მგონი ძალიან სამწუხარო რეალობაში ცხოვრობთ, როდესაც ესეთი პროპაგანდით მიდის მასიურად ზომბირება საზოგადოების, მათ შორის ჩვენთანაც. პროპაგანდა საშიში რამაა, თუმცა მასაც თიხის ფეხები აქვს საბოლოო ჯამში, რადგან ორ ჩემი აზრით ძალიან სუსტ მოცემულობაზე დგას. ერთი ეს არის ოცნებები, მეორე ეს არის მორჩილება. მორჩილებისა და რაციონალური აზრის არარსებობის პირობებში პროპაგანდა ძალიან ღრმად იდგავს ფესვებს. ახლავე უნდა ვიცოდეთ, რომ პროპაგანდის მთავარი ფესვები ჩვენშივე იქნება გადმული, თუ ჩვენ ვიქნებით არათავისუფლები, თუ ჩვენ ვიქნებით მიდრეკილი დამორჩილებისკენ, თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული ჩვენი მიზნები და ის, რასაც რაციონალურ აზრს ეძახის ევროპა, არ ვიქნებით უფრო მეტად რაციონალური, მაშინ ჩვენ ძალიან ადვილად მოვექცევით ასეთი ძალიან ცუდი კაცთმოძულე პროპაგანდის გავლენის ქვეშ.